სოფლწნისში ინასარიძეების ოჯახში სახლშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ. სამსულიანი ოჯახის ყველა წევრი სპეციალური საჭიროების მქონეა. სახურავის გარდა ზამთარში გათბობის პრობლემაც დაემატათ. ამბობს, რომ ნაყიდი შეშა მხოლოდ ერთი თვე ეყოფათ. ინფორმაციის სიმწირის გამო მათ სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებით სრულყოფილად პანდემიის პერიოდშიც ვერ ისარგებლეს. არაფერზე არ დაგვეხმარეთ. მარტო ჩვენ გამდებელს ვთხოვე, რომ 10 ღერი ფიცარი სადღაც მიშონეთ, მე ვთხარი, რომ მაღლიდან ნაწიბურებზე დავაფარო, არ მაქვს ფული, რომ რამე მიყიდო თუ არა. 100 ლარი უნდა იმის ნაწიბურების დაფარებასა. ვერაფრით ვერ ყიდულობ. საიდან? ამას 100 ლარი აქვს პენსია, შეხედი ახლა ამ ხელა ვაშკაც. მარტო საჭმელში ეყოფა 100 ლარი. ახლა ეს შეშა ერთი თვე შეიძლება გვეყოს. 250 ლარი გადავიხადე და პალში შემოგვიტანა ვიღაცა იყო. ხო და მერე რა ვქნა? რუტინები რო დაიწყება. მთელი ღამე ასე ვსივარდა ვარ, ვერ ვიცინე. მინთია ფეჩი, თუ მივედი ფეჩამდე დავანთებ, თუ ვერ მივედი ვარ, ასე განკალებს იცი. კორონავირუსთან მოქცეს როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირი 600 ლარი უნდა ამიღო, მაგრამ 500 ევიღე და 100 ლარი დაიკარგა. იმიტომ რომ გამგებელი 100 მეტრი ვერ გამეიარა, ვერ გამაგებია, მე რომ განცხადება უნდა მიმეტანა იმაში. რა ქვიან, სობეში. გაძვირებული პროდუქტებისა და მედიკამენტების ფონზე ისედაც მწირი შემოსავალი აღარაფერში ყოფნით. ოჯახი მხოლოდ სახელმწიფოს სოციალური დახმარებით სულთგმულობს. ირა ინასარიძის თქმით, თუ პანდემიამდე თავის რჩენას ახერხებდნენ, ახლა საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. პანდემიამდე ოჯახს სამ თვეში ერთხელ პროდუქტებით ქალაქის მერია ეხმარებოდა, რაც მათთვის დიდ შეღავათს წარმოადგენდა. COVID სიტუაციის გამწვავების შემდეგ მათთვის ეს დახმარებაც შეწყდა. ვიტყვენ ყველაფერს, მაგრამ ამას ვეღარ ვიტყვენ ტკივილს, უწამლობას და უფულობას. მე მჭირდება თვეში 200 ლარის წამალი თუ ყველაზე ცოტა არის ეგა, ყველაზე ცოტა და ახლა მჭირდება 300 ლარის წამალი, რომ ამ ფეხმა გამიაროს. გამაყუჩებლები მინდა, რაღაც წნევის წამლები მინდა, გულის წამლები მინდა, გულის ისემიაც მაქვს. ყოველ 3 თვეში ჩვენ გვაძლევდნენ პროდუქტს, მაგრამ ეხა 5 თვე მიდის უკვე არაფერი არ მოუციათ. გრეჩხა მოქონდათ ხოლმე გვაძლევდნენ ადრესში, ყოველთვის მქონდა. ახლა ყიდულობ და 5 ლარია კილო. რითი უნდა იყიდო? ყველაფერი გაძვირებულია, აბსოლუტურად ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს. ინასარიძეების ოჯახის სამივე წევრს მედიკამენტოზური მკურნალობა მუდმივად ესაჭიროება. სოციალური დახმარება და ასაკოვანი ქალის პენსია ახლა მთლიანად წამლებში იხარჯება. გარდა ამისა, ირა ინასარიძეს თირკმლის უკმარისობის გამო სამედიცინო დაწესებულებაში დიალიზზე ვიზიტი სისტემატურად ესაჭიროება. ამბობს, რომ განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს გაუჭირდა, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ სარგებლობდა. ერთი თვე ტაქსებით ვიარე. ისე ძალიან გამიჭირდა. პატრონმა ჩამომიყვანა ქუჩაში რომ წავიქეთ. ამდახან წამალში ზოგავ. საჭმელსაც ვერ ჭამ ჯერ საერთოდ არაფერი არ მეჭმება ძალიან მძიმე. ამყოფია და რასაც ჭამ იმასაც შეღარ გეძობა. ჯანმრთელობა რომ მქონდეს, არაფერს არ მოვითხოვ, იმიტომ რომ როცა ჯანმრთელი ადამიანი ის თავის საქმეს თვითონ გაუძღვება. ესენი ასე ინვალიდები, მე ამნაირი ინვალიდი და როგორ არ უნდა მოგვაქციონ ყურადღება. სოფლწნისში ახალციხის მერის წარმომადგენლის თქმით, ინასარიძეების ოჯახს სახელმწიფოს საწვავის შეშით რომ დაეხმაროს, ამისთვის მათ ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით უნდა მიმართონ. დავით პაპუაშვილი იმასაც ირწმუნება, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახს თავადაც ტრანსპორტით ხშირად დახმარებია. პანდემიის პერიოდში მაგალითად გადასავოთ ყოფილი ისულინს იკეთებს. და მე ამყავდა მანქანით ჩამომყავდა. საკონდა საშუალება მაგას ეძღება თანხა, რომელთაც უნდა ავიდეს შეუძლია რაღაც ტაქსი გამოვიდეს რაღაც, მაგრამ არ გავახარჯინე და მე თვითონ ავდიოდი და იმყავდა და მომყავდა. მაგალითადაც კარგად უცნობდა ყველაფერი მაგაკეთებული იმის გულზე, რომ მაგოჯახე ყოფილიყო წინა ხაზზე და რაღაცა დახმარებოდა.
ინასარიძეების ოჯახი ყოველთვიური სახელმწიფო დახმარების გარდა სარგებლობს ყველა იმ სოციალური დახმარებით, რასაც ადგილობრივი მერია ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის გასცემს, მათ შორისაა პროდუქტი და შეშა. აცხადებენ ახალციხის მერიის სოციალურ სამსახურში. სახელმწიფოდან ისინი რაც ეკუთვნით, ყველაფერს იღებენ და მათ კიდევ დამატებით მუნიციპალური პროგრამებიდან რაც ფოქს შშმ პირებზე, დიალიზზე მყოფი ბენეფიციარებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის ყველაფერს ვაძლევთ და სხვა მეტი არაფერი არ გვაქვს. 25-ლარიან დახმარებას იღებს ყოველთვიურად, ღებულობს მის დახმარებას თვითონ დიალიზზე იმყოფება ეს ქალბატონი თირკმლის უკმარისობა აქვს და წლის განმავლობაში 1000 ლარს ღებულობს და კვარტალურ სურსათის დახმარებაშია კიდევ და მაგას ღებულობს ყოველ 3 თვეში ერთხელ. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში კორონა კრიზისის გამო ინასარიძეების ოჯახში ხარჯები გაორმაგდა, რის გამოც მათი სოციალური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ინასარიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.